ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარი არის ქალბატონი ეკა ბესელია, მარცხაჯულების სახლის დამფუძნებელი. მოგესალმებით, ქალბატონო ეკა, მადლობას გიხდით იმისთვის, რომ გვითმობთ დროს და იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. ქალბატონო ეკა, მოდით ვისაუბროთ რეპორტაჟზე, რომელიც გავიდა ნოდარ მელაძის შაბათში. მორიგი ადამიანი, მოქალაქე, რომელიც საუბრობს, რომ გახდა სამართალდამცველების მხრიდან ძალადობის დამამცირებელი ღირსების შემლახველი, ესე ვთქვათ, მოპყრობის ობიექტი. ეს ადამიანი ფაქტობრივად უდანაშაულო იყო, შემთხვევით დაიჭირეს სხვის ნაცვლად და თვეების განმავლობაში ყავდათ პატიმრობაში. რა სიტყვით იმ სტანდარტზე და ტენდენციაზე, რომელიც დაამკვიდრა ხელისუფლებამ ძალოვან უწყებებში, ეს არ არის პირველი შემთხვევა და ალბათ ამ ხელისუფლების პირობებში არც უკანასკნელი. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები სინდისის პატიმრებს და მივესალმები მაყურებელს. ამ თემებზე მსჯელობა ძალიან ხშირი და ძალიან ესეთი საჭიროა, ხშირად არის და საჭიროა, იმიტომ რომ ბოლო პერიოდის ტენდენციები სისხლის სამართლის საქმეებზე დაკვირვება, რეპორტაჟები, რომელსაც ნოდარ მელაძის საგამოძიებო ჯგუფი ამზადებს ყოველ შაბათს და უკვე საკმაოდ დიდი მასალა დაგროვდა, აჩვენებს, რომ არის ძალიან შორს მიმავალი და სიღრმეებში წასული უკვე სისტემური პრობლემები, რომელიც არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს. ასეთი ეგრეთ წოდებული შეცდომები, მაგრამ ეს შეცდომა არ არის სამართლის ენაზე, ამას ქვია დანაშაულის შადენა. ხშირია საქმეებში, სადაც ხდება მტკიცებულებების მოპოვების დროს პროცედურების დარღვევა, გაყალბება ფაქტების, რეალობის შეცვლა და სინამდვილის დამახინჯება. როდესაც საგამოძიებო ჟურნალისტების ჯგუფი ამზადებს ასეთ მასალას, რაც გადის შაბათობით თქვენი ტელევიზიით, ეს გამოძიებისთვის უნდა იყოს კარგი საშუალება, მათ უნდა ესმოდეთ, რომ ეს ეხმარება მარცხაჯულების სისტემას, რომ ისეთი მძიმე დარღვევები, რომელიც ეხება კონსტიტუციური უფლებების დარღვევას, ხო, ადამიანის თავისუფლების შეზღუდვას, საქმის სამართლიან განხილვას, როდესაც ამ ხელს ჟურნალისტების ჯგუფი და დებს მტკიცებულებებს, გამოძიება კი არ უნდა გაურბოდეს, ან კი არ უნდა ბრაზობდეს ჟურნალისტებზე, ან კი არ უნდა ებრძოდეს ტელევიზიებს. პირიქით უნდა ამბობდეს, რომ ეს ეხმარება მას გამოასწოროს ის შეცდომა, ან დანაშაულებრივი გულგრილობა, ან შეიძლება იყოს სხვა ტიპის კვალიფიკაცია და გამოასწოროს ეს გამრუდებული მარცხაჯულება. მე არაერთი სისხლის სამართლის საქმე მინახავს, ეხლაც გვაქვს ჩვენ წარმოებაში, ჩვენი ადვოკატების ჯგუფი მუშაობს არაერთ საქმეზე, სადაც იკვეთება დაკავების დროს, ანად კონსტიტუციური უფლებების უხეში დარღვევა, დაკავების პროცედურები, უფლებების დაცვის დარღვევა, ადვოკატის თანდასწრებით საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების უფლება. ყველა პირველადი მირანდას უფლებებს უწოდებენ ამას სამართალში, ეს არის მნიშვნელოვანი კონსტიტუციური და კონვენციური უფლებები, რომელიც პირველ რიგში უნდა იყოს დაცული, როგორც კი პირს დააკავებ. აი, ყველა დაკავება, რომელიც ჩვენ გვინახავს აქციების დროს, აქციებიდან მიმავალი მოქალაქეების, ან ქუჩაში, ან ბევრი რეპორტაჟი ყოფილა თქვენი ეთერი, ჩვენ საქმეებში, სადაც გვაქვს ეს გამოძიების დარღვევები, აი მიმდინარე გამოძიებაა ჩიკვაიძის საქმეზე, რომელიც გაჩერებულია, მიმდინარე გამოძიებაა დიმიტრი ქვაჭრელიშვილის საქმეზე გაჩერებულია, ანდრია სიხარულიძის საქმეზე, უფლებამოსილების გადამეტების კვალიფიკაციით გამოძიების დაწყებას მივაღწიეთ ამ და სხვა საქმეებში, მაგრამ სახელის დარქმევა არ უნდათ. იდენტიფიცირება დამნაშავე პირების არ უნდათ. ეს რას იწვევს? ეს იწვევს იმას, რომ თუ პირველადი მოქმედებები, როგორიც არის დაკავება, ჩხრეკა, ჩვენების მიღება, უფლებების განმარტება, თუ ეს საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები კანონის დარღვევით ტარდება, მთელი საქმე ფუჭდება. იქ მარცხაჯულება შემდეგ უკვე მრუდია და მისი გამოსწორება მე რატომ არ უნდათ, იცით? მე ვფიქრობენ, ეხლა რომ ის პოლიციელები გამოვააშკაროთ, ვინც დაარღვია კანონი, არასწორად დააკავა, ან შეცდომა დაუშვა სხვა პირი მისა პასუხისგებაში, კიდევ უარესი თუ ნარკოტიკი ჩაუდგა
ჭაუდო, ან იარაღი ჭაუდო, ან რაიმე ფალსიფიკაცია ხდება მტკიცებულებების, არ უნდათ მათი გამოვლენა და დანაშაულს ემატება დანაშაული და პროკურატურა, რომელიც არის ზედამხედველი ყველა ტიპის სისხლის სამართლის საქმეზე, ასე დანაშაულობებზე თუ თვალს ხუჭავს, ეს ნიშნავს, რომ ის თანამონაწილე ხდება ასეთი დანაშაულებრივი სქემის და საბოლოოდ რას ვიღებთ უკვე გამრუდებულ მართლმსაჯულებას, სადაც უკვე მოსამართლეები ფიქრობენ, რომ აი თუ გამოვავლენ ახლა მე დანაშაულს პოლიციამ რა ჩაიდინა, პროკურორმა რა ჩაიდინა, ეს სისტემურ კონფლიქტში შედის და რაღაცა ერთმანეთს უფრთხილდებიან. აი რატო იყო საჭირო თავის დროზე, როდესაც შევქმენი ჩვენ, გახსოვთ თქვენ ძალიან ხშირად გისაუბრეთ ამაზე, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომელიც გააუქმა ქართულმა ოცნებამ ჩვენივე დროს შექმნილი, აი უბრალოდ მართლა იმდენი წელი წვალობდით ამ ინსტიტუტის შექმნაზე, ჩემ პერიოდში მოხდა ეს, როდესაც აი ჯერ კანონი მივიღეთ, შევქმენით, ავაწყოთ ეს ინსტიტუტი და პირველ ეტაპზე ჯერ გახლით ეს პერსონალური მონაცემები ცალკე გაიყვანეს და ინსპექტორი გახსოვთ თქვენ, მერე ლონდა თოლორაია იყო ბოლოს, რომელიც გაათავისუფლეს უკანონოდ და ეს სამსახური გააუქმეს და შეუერთეს პროკურატურას. დღეს რა გვაქვს? დღეს არ გვაქვს არც ერთი დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყება და აი ეს ინტერესთა კონფლიქტი, რომელიც ჩდება, აი პოლიცია როცა არღვევს კანონს, უწყებრივად არ უნდა გამოიძიოს, ხო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, მაშინ პროკურატურა უნდა გამოიძიოს, რომ არ გაჩნდეს ინსტიტუციური უნდობლობის საკითხი. იმიტომ რომ მისივე უწყება, როცა იძიებს თანამშრომლის კანონის დარღვევის ფაქტს, აქ ცდუნებას აქვს ადგილი, ფიქრობენ, რომ მოდი ხელი დავაფაროთ. ხელი დავაფაროთ და ეს ხდება მოქალაქეების ხარჯზე და საბოლოო ჯამში ვიღებთ ჩვენ მთელს კიბეს, სადაც არის სულ უსამართლობის საფეხურები და ბოლოს ამას უნდა ასწორებდეს დამოუკიდებელი მოსამართლე და ნუ ეხა იქ რაც ხდება, ძალიან კარგად ხედავთ, რამდენიმე მოსამართლის გარდა რაღაც ყველა მიყვება ინერციას, რომ ის რასაც მიუტანს ბრალდების მხარე, ეს უნდა გაიზიაროს. ეს არ არის სამართალი, ეს არ არის მართლმსაჯულება. ასე ვერასდროს ვერ დავაგდება ქვეყანაში ადამიანის უფლებები სისტემურად. თუ ასე ცალკეულ საქმეებს, აი რა საქმეებზეც თქვენ მსჯელობთ და ჩვენც არაერთი მაგალითი გვაქვს უკანონობის, ამაზე თუ რომელიმე უწყება პასუხისგებლობას არ იღებს და არ იტყვის, რომ დამნაშავე უნდა დაისაჯოს, ეს პოლიციელი იქნება, პროკურორი, მოქალაქე, დეპუტატი და ვინც არ უნდა იყოს. აი კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი ირღვევა და თუ ეს ირღვევა და იწყება ხელის დაფარება სისტემაში მყოფი ადამიანებისთვის, ვის დანაშაულს ჩადის, ეს ნიშნავს, რომ უკვე დაიკარგა სამართალი და რამდენი ადამიანის მიერ დაიკარგა სამართალი, აი რამდენი ასეული მოქალაქეა, რომელიც დაშავდა, დაზიანდა, ჟურნალისტები, რომლებიც დაშავდნენ, იდენტიფიცირებულები არიან მოძალადეები, მაგრამ გამოძიება გაჩერდა. და მე მახსენდება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო, მან რამდენიმე გადაწყვეტილება უკვე მიიღო ქართულ საქმეზე, წააგო საქართველოს მთავრობამ საქმეები, სადაც სტრასბურგის სასამართლომ უთხრა მთავრობას, იუსტიციის სამინისტროა წარმომადგენელი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში, რომ არ იყო გამოძიება ჯეროვანი, არ იყო ჩატარებული სრულფასოვნად დაზარალებული ინტერესების დაცვით გამოძიება, ისე რომ ყოფილიყო თანასწორობა დაცვის და ბრალდების. არაერთი საქმე არის წაგებული და არაერთი საქმე არის აღუსრულებელი, სადაც სტრასბურგის სასამართლომ მოთხოვა საქართველოს მთავრობას, რომ ეს საქმეები გამოიძიეთ და დაადგინეთ, სად არის რეალობა. აი ძალიან რთული მოცემულობაა, როდესაც ერთის მხრივ სისტემურ სახეს იღებს ასეთი დარღვევები კანონის და სხვა შორის კიდევ ერთი პრობლემა, რომელზეც აუცილებლად და ხშირად უნდა ვისაუბროთ, ეს არის მოქალაქეების გაჩერება პოლიციელების მხრიდან და ჩხრეკა, ისე რომ არ ადგენენ არც ოქმს, არც განმარტებებს არ აკეთებენ და უნდობია რომ ეს არის შემოწმება და პოლიციელს აქვს უფლება შეამოწმოს ნებისმიერი მოქალაქე არა.
არ აქვს ამის უფლება. ეს არ არის არსად ჩაწერილი კანონში, პირიქით კონსტიტუცია ამბობს, რომ მოქალაქე რო შეაჩერო და შეამოწმო, ამისთვის უნდა კონდეს დასაბუთებული ვარაუდი, რატომ აკეთებ. ანუ რატომ ერღვები მის ერები მის თავისუფლებაში. ესე რომ ნებისმიერი უბრალოდ როდესაც ეუბნებიან ქალბატონო ეკა, რომ აი გადამოწმების მიზნით, ესე ბევრი შემთხვევა არის ძალიან. არა, და ხშირად უნდა განუმარტოთ მოქალაქეებს და სულ ხშირად და უმეორებ ამას ჩემს იურისტებსაც დამწყებებს, რომ იცოდნენ, რომ არანაირი გადამოწმების მიზნით არ აქვს პოლიციას უფლება ნებისმიერი მოქალაქე გააჩეროს. პირიქით, მას კონსტიტუციაში უწერია, რომ მოქალაქის თავისუფალი გადაადგილების დროს მისი თავისუფლების შეზღუდვა შეუძლია მხოლოდ მოსამართლის განჩინებით, ან თუ დანაშაულის ფაქტზე წაასწრებს, ასეთ შემთხვევაში გადაუდებელი აუცილებლობაა და უნდა შეადგინოს გამოიტანოს დადგენილება პროკურორმა, შემდეგ ოქმი შეადგინონ, გააცნონ ეს უფლებები და აი ესე გავყვეს პროცედურას. ის რომ პოლიციელი ვარ და მე ეხა ანა არ მომეწონა რაღაცა საეჭვოდ მეჩვენება და მოდი უნდა გადაგამოწმო, ამის უფლება არ აქვს უკაცრავად. კონსტიტუცია წაიკითხონ, იქვე წერია, რომ ეს არის გამონაკლისი, ჩარევა, რომელსაც ჭირდება დასაბუთება. უბრალოდ იმიტომ, რომ მოქალაქეებმა ხშირად ეს უფლებები არ იციან, მე მქონდა სხვათა შორის ერთ-ერთი საინტერესო შემთხვევა, როდესაც შევესწარი ფაქტს, როდესაც გააჩერეს ჩემ წინ მიმავალი მანქანა და პატრულის თანამშრომელი მოყვებოდა უკან. და დავინახე, მეც გავჩერდი და მაინტერესებდა ეხა როგორ განუმარტავდა გაჩერების საფუძველს. ეუბნება რომ უნდა შეგამოწმოთ. ეს მოქალაქე ეუბნება რატომ და აი რაღაცა საეჭვოდ დადიხართო. რატომ ეკითხება და ასე ჩავთვალე საჭიროდ. და მაქვს ამის უფლება. და მივედი და ვეუბნები უკაცრავად იცით მეთქი კონსტიტუციაში რა გიწერიათ, რომ არ გაქვთ უფლება ნებისმიერი მოქალაქე შენ მოგეჩვენა საეჭვოდ, ამის მიხედვით გააჩერო და დაიწყო მისი შემოწმება. და შემოწმება რეალურად ჭხრეკაა. იმიტომ რომ შემოწმება რა არის, იცით, რომ არ უნდა მიეკაროს, ვიზუალურად უნდა შეხედოს. თუ ის მანქანაში ხელს შაყობს ან პირად ნივთებს გიმოწმებს, ეს ჭხრეკაა და ჭხრეკა მოსამართლის კონტროლით ხდება. ჭხრეკას ოქმი შედგენა უნდა და ასე რომ ველაპარაკებოდი, მე თქვა რომ ხო, კარგი გასაგებია, მიბრძანდით. ანუ თუ აჩვენებ რომ შენ იცი შენი უფლებები და იმ პოლიციელსაც ჭირდება ხშირად აჩვენოს მოქალაქემ რომ იცი საკუთარი უფლებები და კეთილი ინებოს და წაიკითხონ ეს კონსტიტუციაც და კონვენციას და განმარტება როგორც არის განმარტებული არაერთი პრეცედენტული გადაწყვეტილებით. საკუთარი უფლებების დაცვა პოლიციელებისთვის მათ შორის იმის თქმა რომ არ იქცევა ის კანონიერად ეს პრევენციულ ფუნქციას ასრულებს და ეს აუცილებელია, რაც უფრო ძლიერია საზოგადოება და მომზადებულია სამოქალაქო უფლებებში, პოლიციელი, რომელიც არის უვიცი, უწიგნური, ხშირ შემთხვევაში მოუმზადებელი, ყველაზე არ ვამბობ, მე წიგნიერი ჩემხვედრია და ძალიან კარგი პოლიციელი ჩემხვედრია, მათ შორის ქუჩაში. მე ვამბობ მათზე, ვისაც გონია, რომ ყველაფრის უფლება აქვს და მათ შორის გონია, რომ კანონი მან უნდა დაარღვიოს, ამ დროს კანონი უზადოდ თავად უნდა დაიცვას. აქ მოქალაქეებმა უნდა აჩვენონ ცოდნა საკუთარი უფლებების. თუ ჩვენ ასე არ ვიმოქმედებთ, ამით ჩვენ ვაძლიერებთ უფლებების დარღვევას და პროვოცირებას უკეთებთ იმ ადამიანებს, ვის კანონის სახელი ძალადობს. და ყველაზე მეტად ეს ეხებათ სასამართლოს წარმომადგენლებს. აი მე მაინც იქ მივდივარ ყოველთვის, ანა რომ ყველაზე ძლიერი პრევენციული ფუნქცია, რომ სწორად განმარტოს კანონი აქვს მოსამართლეს, რომელთანაც მიდის ადმინისტრაციული დარღვევის საქმე და არ იხილავს ის სიღრმისეულად და ზედაპირულად ესე მიაფუჩეჩებს და იტყვის, რომ დიახ, თქვენ დაარღვიეთ კანონი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემებია. კი ბატონო, და ქალბატონო ეკა ბოლო კითხვა მინდა დაგისვათ და მინდა მოვასწრო ამ თემაზეც მოვისმინო თქვენი პოზიცია, ეს ეხება ბრიყის დოქების დემონტაჟის საკითხს. გადაწყვეტილება უკვე მიიღო ხელისუფლებამ და თქვენ როგორ უყურებთ ზოგადად ამ თემას? ხედავთ თუ არა ამ ყველაფერში რაღაცა პოლიტიკურს, რადგან სწორედ წინა ხელისუფლების დროს, ნაციონალური მოძრაობის დროს მოხდა
აშენება, ან ჯერ ხო ფუნქცია ვერ მოუძებნეს წლების განმავლობაში, მერე იყო გაყიდვის რამდენიმე წარუმატებელი მცდელობა ბოლოს, რაღაცა ძალიან დაბალ ფასად გაიყიდა და ეხლა გადაწყდა რომ უნდა მოხდეს დემონტაჟი. ფიქრობთ რომ რაღაცა პოლიტიკური ამბავი აქვთ უფრო რეალურად ვიდრე თითქოს აწუხებდეთ როგორ გამოიყურება ეს დოქები ან არ ვიცი მისი ესთეტიკით ვერ იხიბლებოდნენ. დიდი ხანია აღარ გვიჯერა არავის ანა რომ დოქები კი არა ადამიანების ბედი არ აწუხებთ ამ ადამიანებს. ამიტომ ის განცდა რომ ესთეთიურმა რაღაც ხედვამ სხვა რეალობის წინაშე დააყენა ეხა ქალაქის მერიან თავრობა რომელსაც თურმე სხვა პრობლემა არ აქვს შორსვა რა თქმა უნდა ამაზრისგან საერთოდ რა არის სტანდარტი ყველა გადაწყვეტილება რომ პოლიტიკური შურისძიებით მიიღება სამწუხაროდ ამ ხელს რომ ხედავ ამ კვალს რომ ხედავ ეს ძალიან სამწუხაროა რა არის იცით სტანდარტი სულ მახსენდება რომ აი შვეიცარიაში ბერნის მერი ქალაქის დედაქალაქის მერი გვიყვებოდა როდესაც ჰქონდა ეს ოფიციალური ვიზიტი მაშინ გვიყვებოდა რომ მეო ამ ქალაქშიო აი ესე დაცვით კი არ დადის ქალაქში ფეხით გადაადგილდებოდა და თან გვიხსნიდა მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე და ჩვენი რაღაცა დელეგაცია ვიყავით ჩასული ამ ქალაქშიო მე არაფერს არ ვწყვეტო ყველაფერს მოქალაქეები წყვეტენო დოქები სად უნდა იდგეს კი არა აი სკამი დასასვენებელ პარკში ჩამოსაჯდომი სკამი ან აგვის ურნა კორპუსის წინ უნდა იდგეს თუ უკან უნდა იდგესო იერსახე სადმე უნდა შევცვალო თუ არაო არც ერთ განწყობილებას არ ვიღებო მოქალაქეებს ვეკითხებიო თავად იღებენ გადაწყვეტილებას რასაც მიიღებენ უმრავლესობითო იქ არის ელექტრონული გამოკითხვის სისტემა და ჯობია ასეთი შესაძლებლობები გააჩინონ ქალაქში ქალაქს უნდა კითხო რა ჭირდება და ეს კორუფციული შემშენებლობები, ნებართვები, გაუგებარი ურბანული ომი, რომელიც არის დედაქალაქში და ქმნის ამ გაუსაძლის პირობებს, ამაზე უნდა ფიქრობდნენ და მოქალაქეებს უნდა ეკითხებოდნენ. აი ეს არის გონივრული გადაწყვეტილება და ამით უნდა იყოს დაკავებული გონიერი ხელისუფალი, რასაც ჩვენ არც გვინახავს ეს ჯერ და ეხლა ხო საერთოდ ვერ ვხედავთ. იმედია, ოდესმე მე მაინც დავდგებით აი ამ კულტურის რეალობის წინაშე, როდესაც მოქალაქეებს შეეკითხებიან, სად რა ჭირდებათ და რა უნდა იყოს. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა.